და ისევ ვაგრძელებთ ბედის მატრიცის განხილვას და დღეს უნდა განვიხილოთ ამ კონკრეტული ადამიანის სასიყვარულო სფერო. შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და მას შემდეგ რაც გამოიწერთ ამ არხს, ეს არხი გახდება თქვენი პირდაპირ უსაყვარლესი არხი. იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ ეზოთერიკა, საკუთარი თავი, საკუთარი შინაგანი სამყარო, განვითარება, ენერგეტიკული ზრდა და მსგავსი საკითხები. ახლა ცოტა რამ ბედის მატრიცაზე. ბედის მატრიცა ეს არის თქვენი მოცემულობა, თქვენი ენერგეტიკა, ანუ შესაძლებლობები აბსოლუტურად ყველა საკითხში. აქ არის მოცემული ყველა ის პროგრამა, რაც წამოღებული გაქვთ დაბადებისას ამ სამყაროში, რომ განახორციელოთ და სრულყოთ როგორც ეს დაახლოებით ბორბალი, ხო, რასაც უყურებთ. ეს მოგცემთ საშუალებას ბედის მატრიცის გაცნობა, რომ აბსოლუტურად ყველა სფერო ამოსწიოთ, გააძლიეროთ და იყოთ იმ სფეროში მაქსიმალურად სრულყოფილი, ბედნიერი და ჰარმონიაში. იყოთ ამ თქვენს ძალებთან. არ არსებობს ცუდი ბედის მატრიცა და კარგი ბედის მატრიცა. ეს არის შესაძლებლობები, ეს არის მართვის სადავეები, რომელიც თქვენს ხელშია, თუ ცხადია იცით ეს და თქვენ შეგიძლიათ უკვე მართოთ თქვენი ცხოვრება, ცხადია უნდა მართოთ იქითკენ, რომ იყოთ ლაღი, ბედნიერი, წარმატებული, სრულყოფილი. შეგიძლიათ ისწავლოთ ბედის მატრიცა, ახლა ვიწყებ მეორე ნაკადთან ამ ბედის მატრიცის გაცნობას პროფესიონალურ დონემდე. სწავლა გაგრძელდება 4 თვე და ონლაინ ლექციებია, იკითხება ასტროლოგია ჯირზე, ჩანაწერები არის დახურული ჯგუფისთვის მუდამ ხელმისაწვდომი. რაც შეეხება, თუ არ გინდათ სწავლა, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და შეგიდგინოთ ბედის მატრიცა. ახლა კი კონკრეტულად ამ ადამიანისათვის, რომელსაც არ ვამბობ ხო, მის არც ახალს, არც გვარს, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არის ბედის მატრიცა ნომერი 6, ასე ვთქვათ. ადრე წერილობით გადავცემდი ინფორმაციას, მაგრამ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა, ახლა უკვე ვიდეო სახით გადმოვცემ და გადავცემ მას ინფორმაციას. საერთოდ მინდა გითხრათ, შენ, მისი ბედის მატრიცაც არის, რომ შეიძლება იყოს გვიან პოვნა პარტნიორის, გვიანი ქორწინება და რატომ? იმიტომ რომ პირად ურთიერთობებში, პირად ცხოვრებაში რაღაცნაირად ან სრულყოფილი ხართ, საკმარისად ბედნიერი ხართ, ან ძალიან სრულყოფილს ეძებთ. და ამან შეიძლება გაართულოს, ცოტა არ იყოს პოვნა პარტნიორის. ასევე ჩანს თქვენს მაჩვენებლებში, რომ პარტნიორს, რომელსაც მიზიდავთ, ანუ მოვა თქვენთან, რაღაცით აუცილებლად მსგავსი იქნება თქვენი მამისადმი, ემსგავსება თქვენს მამას და ძალიან დიდი ალბათობაა, რომ იყოს ასაკით დიდი. ენერგია, რომელიც გიდგათ ხომ ბედის მატრიცაში, თუ ამ ენერგიას დაამუშავებთ პოზიტიურად, ამ ენერგიას ადამიანი მოვა, აუცილებლად ამ ენერგიის, 9 ენერგიის ადამიანი მოვა, ხედავთ ხომ, აქ როგორი გულის ნიშანია, ახლა ამ ენერგიაზე ვსაუბრობ, თუმცა მხოლოდ ეს ენერგია არ მოგატყუოთ არავინ თუ მაგალითად სხვასთან მიხვალთ და მხოლოდ ერთ ენერგიაზე გესაუბრებათ, რომ მხოლოდ ეს არის თქვენი სასიყვარულო ენერგია, არამც და არამც. თუ ამ ენერგიას თქვენშივე, თქვენს თავშივე პოზიტიურად დაამუშავებთ, მაშინ მოვა თქვენთან აუცილებლად მხოლოდ ამ ენერგიის ადამიანი, ოღონდ პოზიტივში. და რა არის ეს ენერგია, როგორ უნდა დაამუშავოთ პოზიტიურად, რომ მოვიდეს პოზიტიური ამ ენერგიის მქონე ადამიანი. ეს არის თქვენს თავში ჩაღრმავება, ძიება, სრულყოფა, თვითგანვითარება, ხო, პიროვნული ზრდა, რაც ახლა ესე ძალიან კარგი მხრივ მოდაშია და წამოვიდა, ხო, ბევრი ინტერესდება. ეს არის სიღრმისეულად გაცნობა, ღრმა ურთიერთობების ძებნა, საინტერესო ურთიერთობების ძებნა, მხოლოდ ეგოზე კონცენტრირება არა. ხო, აი ნახე, შენში ანუ
საპირისპირო სქესში ჩაძირვა, გაცნობა ბოლომდე ხომ, საკმაოდ ღრმად გარკვევას, მისი სურვილების, საკუთარი სურვილების, რამ სურს, რა გსურს, რა მიხარია, რა გიხარია, რა მინდა, რა გინდა, რა გაინტერესებს, რა მაინტერესებს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, ღრმა გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც იმდენად დამკვირვებელია, რომ საკუთარ შეცდომებზე ბრძენდება, ღრმავდება, ჭკვიანდება, ხო? ცხვირს იტეხს, ანუ სიარულს რო იწყებს ბავშვი, ყველა იქცევა, ხო? ყველა წამოარტყავს ფეხს და ვარდება, მაგრამ ზოგი გადატარით მნიშვნელობით, როდესაც ცხვირი წაინტრევს, ვერ სწავლობს ჭკუას და აგრძელებს სისულელეების კეთებას, ხოლო ცხრიანები ძალიან ბრძენდებიან, ძალიან ჭკვიანდებიან და ამ ცხვირის წამტრევას ვაი და განგაშით კი არ ხვდებიან, ანუ ესე კი არ უნდა შეხვდე. არამედ ეს უნდა იყოს გაკვეთილი, ეს უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი და ეს უნდა იყოს აი ეს ტყუილად არ ვხმარობ სიტყვას ბრძენს, უნდა დაგაბრძენოთ ამან. დიდი გამოცდილება უნდა მოგცეთ ამ ყველაფერმა. აუცილებელი არის სასიყვარულო ურთიერთობაში, რომ გქონდეთ თქვენი სივრცე, თქვენი კუთხე, თქვენი გარემო. თუნდაც რატომაც არა, თქვენი მუსიკა, თქვენი რაღაცა გამორჩეული ადგილი, საყვარელი ადგილი და მოკლედ აი სიმყუდროვე ურთიერთობაში თქვენთვის აუცილებელი არის. ხვდებით ალბათ, რასაც ვამბობ, არიან წყვილები, რომელთაც არ სჭირდებათ ეს, ხო, რაღაცა უყვართ ხალხმრავლობაში წასვლა, რაღაცა ესეთი ჩოჩქოლი, მგზაური მხიარულებას არ გამოვრიცხავ, ოღონდ თქვენი, აი სიმყუდროვე, თქვენი გარემო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის ენერგია, რომელიც თქვენთვის თან ტალანტიც არის და თან სიყვარულშიც ძალიან მჭიდრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ უნდა დაიცვას ბალანსი. ეს არის საკუთარი თავის სიყვარული, სხვისი სიყვარული, ოღონდ ბალანსის დაცვა. ნახე, ძალიან ბევრ სამწუხაროდ ეშლება, არ უყვარს საკუთარი თავი, მერე უყვარდება ვიღაცა და ეს გადის მერე თავმოყვარეობაზე, ეს მერე იქცევა უფრო სიყვარულით, უფრო დაავადება, ეს არის არა ჯანსაღი მინჯაჭვულობა, ეს არის ტკივილი, ხო? მერე ეს ურთიერთობა გადადის პატივმოყვარეობაზე, ხო? თავმოყვარეობაზე, ტკივილზე და ასე შემდეგ. ანუ ნახე, რას ვამბობ, უნდა გიყვარდეს შენი თავი და შენი თავი რო გიყვარ შენ თავს რო პატივს ცემ, შენი თავიდან ამოსული შეიყვარო სხვა. ბალანსის დაცვა, სილამაზის შეტანა, აი ეს ძალიან დიდ ბალანსს მოიტანს თქვენ სიყვარულში, სიმყუდროვეს მოიტანს, გარანტიას მოიტანს, სილამაზის შექმნა, ესთეტიკის შექმნა, გალამაზება, რომანტიკას გულისხმობ, დიახ, თუ თქვენ ამას თქვენ თავს მისცემთ, იზრუნებ შენ თავზე, შენ თავის განვითარებაზე, რაც თქვი, ხომ, შეცდომებზე სწავლას, ჭკუის სწავლას და არა გლოვას და მოთქმას, გაილამაზებ შენს ცხოვრებას, შენს გარემოს, ხო, შენთან მოვა პარტნიორი ძალიან ღრმა, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ბრძენი, ესთეტიკის შემგრძნობი, მოსიყვარულე, თბილი და გამგები. რა შეგიშლით ხელს ამ ურთიერთობაში, რა იქნება თქვენთვის ხელი შემშლელი. სანამ ამას ვიტყვი, შეგახსენებთ ჩემს ნომერს, ჩემი ნომერია 591233507. აქტიურია Viber-ზეც, WhatsApp-ზეც, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, მომწერეთ ხოლმე, ასევე ვისაც სწავლა გსურთ, საკმაოდ კარგი პროფესია, მინდა გითხრათ, საინტერესო, ვისაც მოსწონს, ასე ვთქვათ, ვისაც სურვილი აქვს, რომ ადამიანებს გაუადვილოს და ბედნიერება აჩუქოს რაღაცა ინფორმაციის გადაცემით, ამაზე კარგი რამე არ ვიცი რა უნდა ისწავლოს. და რა არის ის, რაც თქვენ ხელს შეგეშლით? ეს არის შეზღუდვა, ეს არის ჩარჩოები, ეს არის ეჭვიანობა, ეს არის რაღაცა დოგმები, კლიშეები, ტრადიციებიც და მსგავსი რამ, რაც შეიძლება რაღაცა შეზღუდვა, ჩარჩო, შებოჭვა მოიტანოს, შეგიშლეთ თქვენ ურთიერთობაში ხელს. საზღვარგარეთ წასვლა ძალიან დაგეხმარებათ, ანუ თუ გახვალთ, კიდევ უფრო დაეხმარება სიყვარულს. თუ მინუსში ამუშავებთ ამ ენერგიას,
მაშინ მოვა პარტნიორი, რომელიც იქნება თავის თავში ჩაკეტილი, გარიყული, ეყოლებით მისი ცხოვრებიდან, თავისი სამყარო ექნება, თავისი სფერო ექნება, თქვენ არ დაგაინტერესებთ და შეიძლება თქვათ, რომ ჯადოც მაგ გაკეთებული, არ მიმართლებს, ბედი არ მეხსნება და მსგავსი რაღაცები, თუ მინუსში ამუშავებ და რა არის ეს მინუსი, მე ვიტყვი და არ გააკეთოთ ეს ძალიან წითელი სახელის ნიშნები, არ გააკეთოთ ეს. ეს არის უარყოფა, ეს არის საკუთარი შესაძლებლობების თავის ნიჭის, გონების უარყოფა, ეს არის მიარშემიძლია, ეს არის გაქცევა პრობლემებიდან, ცხოვრებიდან ზოგადად, ეს არის აღქმა, რომ ცხოვრება მოსაწყენია, ცუდია, უნდა გაერიდო, გახვიდე, რაც იცი, არც ეპატივი ამ შესწოდნას, ამ შეშინაგან აზრებს, ფიქრებს, რომ ეს ჩათვალა, რომ ეს უმნიშვნელოა, ეს არ არის საინტერესო. ასევე საკუთარ თავზე არ ზრუნვა, საკუთარ თავის არ სიყვარულით, საკუთარ თავის არ მოვლა, ლამაზად არ ჩაცმა, ჰიგიენის არ დაცვა, სილამაზისკენ არ სწრაფვა, შეზღუდვები, კლიშეები, ტრადიციები, სხვის ჭკუაზე სიარული, აი ეს ყველაფერი დაგიხურავთ ამ ენერგიას და მოვა თქვენთან, ან არ მოვა პარტნიორი და თუ მოვა აუცილებლად ნეგატიური ენერგეტიკით. ეს არის რაც მინდოდა მე სიყვარულზე მეთქვა. წინა ვიდეოებიდან ამ ვიდეოს ჩათვლით ჩვენ ამოვწურეთ ჩვენი პირადი ენერგეტიკა, ასე ვთქვათ, ანუ ბავშვების და მშობლების კარმა, ნიჭიერება, ტალანტი, რესურსი, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონა სად არის, ესე ქვია და მე მას დავარქვი ღმერთის ნაპერწკალის დედამიწაზე, ხო? ჩვენი, ასე ვთქვათ, ცეცხლი რა არის, ხო? მამოძრავებელი ფინანსები, ჯანმრთელობა, სიყვარული, არის კიდე სექსუალურობა, მაგრამ ამას არ ვიხები ხოლმე, თუ ძალიან არ აინტერესებს კლიენტს, იმიტომ რომ ეს უკვე პარტნიორთან უნდა იყო ურთიერთობაში და ანუ ცალკე საკითხია და თუ აინტერესებს შეუძლია მკითხოს და ვუპასუხებ და შემდეგში უკვე ჩვენ განვიხილავთ მშობლების, ანუ დედის მხრიდან კაცების და ქალების კარმას, მამის მხრიდან კაცების და ქალების კარმას, ასევე ჩვენ განვიხილავთ, აი აქ აქვს ბედის მატრიცას მონაცემები. კაცებთან როგორ დავალაგოთ ურთიერთობა, ქალებთან როგორ დავალაგოთ ურთიერთობა საერთოდ სოციუმში, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ წარმატებული ვიყოთ, ჩემი შეხედულებები ხო, სამყაროსადმი, ჩემი შეხედულებები მატერიისადმი და ამათი ბალანსი და საერთოდ ვინ ვარ მე ღმერთისთვის. და არის კიდევ ენერგია, ეს ენერგია არის ვარსკვლავური ქვია ამ ენერგიას, იმიტომ ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც არიან ცნობადი ადამიანები. ну, მაგალითად, როგორც არიან ცნობილი მსახიობები, ცნობილი პოლიტიკოსები, ცნობილი მწერლები, მხატვრები, ანუ ვარსკვლავები, ვინც არიან, აი იმას როგორ აღიქვავს საზოგადოება, არ აქვს მნიშვნელობა გარდაცვლილია თუ ცოცხალი არის კიდე ესეთი ენერგიის მონაცემი, მაგრამ ну, ვინც არ ცხოვრობთ ვარსკვლავური ცხოვრებით, ეს ენერგია არ არის მათთვის საინტერესო. შემდეგ მოკლედ განვიხილავთ საგვარეულო ეგრეგორებს და კარმებს. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეოებით.